პროექტში მინდა მივესალმო იმას, რომ ელენე ხოშტარიამ შეწყვიტა შიმშილობა, ეს არის სწორი გადაწყვეტილება. ჩვენ ვიცოდით, რომ ეს პოლიტიკური სუბიექტები იყვნენ ბოიკოტის მომხრე და ჩვენ ეს კიდევ ერთხელ მოვისმინეთ, ასე რომ ახალი ისე არაფერი არ მოგვისმენია. ეს არის მათი არჩევანი, მე შემიძლია მხოლოდ ის თქვა, რომ მე პატივს ვცემ მათ არჩევანს. რაც შეეხება ლელო ძლიერ საქართველოს, ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა. ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვა და საზოგადოებას სწორ დროს შეიტყობს იმას, თუ რა არის ჩვენი საბოლოო გადაწყვეტილება. ხარ როდესაც ირჩევ პროტესტის ასეთ მძაფრ ფორმას, რასაც ქვია საკუთარი ჯანმრთელობის, ასე ვთქვათ, ხარჯზე იბრძოლო რაღაცის წინააღმდეგ და ვიღაცის წინააღმდეგ და ეს ვიღაც ამ შემთხვევაში არის ოპოზიცია. ეს როგორც მინიმუმ ჩვენთვის თავიდანვე გაუგებარი იყო. ოცნებასაც არ უნდა, რომ აი ამ მოთხრობა არ გადალახულმა პარტიამ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. არ ამგონია საერთოდ რამე შეეცვა, მასაც არაფერი შეეტყო ფიზიკურად, რომ იშიმშილა, ქვეყანასაც არაფერი შეეტყო, რომ იშიმშილა და ოპოზიციასაც არაფერი შეეტყო, რომ იშიმშილა. სადაც იყვნენ 3 დღის წინ, იქ არიან დღესაც. ასე რომ ერთადერთი რაც შეიცვალა არის, რომ გვაქვს ახალი მსოფლიო რეკორდი შიმშილობის დღეების მიხედვით 2 დღე იშიმშილა. ადამიანმა ერთი და მეორე გვაქვს მეორე პარადოქსი, რომ ოპოზიციას გამოუცხადა შიმშილობა. ამ ხრივ ალბათ მოხვდებით რაღაცა მსოფლიო ჰედლაინებში. არაეთიკური არის შიმშილობის გამოცხადება და საკუთარი სიცოცხლის შანტაჟით, საკუთარი სიცოცხლის შანტაჟის სხვების იძულება არის არაეთიკური. ამის ახსნას ვცდილობდი მე გერმანიის ელჩისთვის, რომ არაეთიკური არის, როდესაც ადამიანი აშანტაჟებს სხვას საკუთარი სიცოცხლით და არაეთიკური არის, როდესაც ამ შანტაჟს შემდეგ სოლიდარობას უცხადებ, მაგრამ როგორც ხედავ ვერ გავაგებინეთ გერმანიის ელჩს.